მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო. გიორგი თვალაძე და პროექტი ინტელექტიკა კვლავ თქვენს წინაშეა მორიგი სასარგებლო და ძალზედ საინტერესო პროექტით Google-თან დაკავშირებით. როგორც პოსტიდან თქვენ უკვე იცით, ჩვენ დღეს გვექნება Google-ზე საუბარი, იმდენად რამდენადაც მე მინდა რომ თქვენ შეისწავლოთ ეს ძალზედ სასარგებლო პროგრამა და შემდგომ ცხოვრებაში გამოიყენოთ და პატარა აღნიშვნასაც გავაკეთებ იმასთან დაკავშირებით, რომ ის სიურპრიზი, რაც თქვენთვის მზადდება და ძალიან მალე უკვე გამოვა სინათლეზე, პირდაპირ კავშირში იქნება Gmail საფოსტო მომსახურებასთან, რა თქმა უნდა, სხვა საფოსტო მომსახურებებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თქვენ გინდათ რომ პროფესიონალურად და ხარვეზების გარეშე მიიღოთ ყველანაირი ინფორმაცია, რასაც მოგიმზადებთ პროექტი ინტელექტიკა და ეს არაერთი იქნება, ამ შემთხვევაში ძალზედ გამოგადგებათ საფოსტო მომსახურება Gmail-ზე და მოდით დაუყოვნებლივ ჩვენ პირველ რიგში გადავდგათ ეს ნაბიჯი და დავარეგისტრიროთ ჩვენი საფოსტო ყუთი Gmail-ზე. ამისათვის ჩვენ უნდა დავაჭიროთ აი ამ კლავიშს და შევუდგეთ საქმეს. აი როგორც ხედავთ, ჩვენ მოვხვდებით ესეთ ფურცელზე, შემდგომ აქ უნდა ჩავწეროთ ჩვენი სახელი და გვარი. ეხლა მე დემონსტრირებისათვის სატესტოდ გავაკეთებ ყველაფერ ამას, თქვენს გაიმეორეთ ჩემთან ერთად ყოველივე ეს და ძალზედ მალე სულ რამოდენიმე წუთში ჩვენ გვექნება ჩვენი საფოსტო ყუთი. აი შემდეგ აი ამ ღილაკით ვამოწმებთ თავისუფალია თუ არა ჩვენი ლოგინი, რასაც მიუთითებთ. აი როგორც ხედავთ, მითხრა რომ თავისუფალია, თქვენ შემთხვევაში უნდა შეამოწმოთ ყველაფერი. შემდეგ უთითებთ პაროლს. იგი უნდა იყოს არაუმცირეს 8 სიმბოლოსი. ვიმეორებთ შემდეგ. აი აქ არის შემდეგ ესეთი საიდუმლო შეკითხვა. ამაზეც უნდა გავცეთ პასუხი. დავწეროთ ჩემი ბავშვობის მეგობარის სახელი. შემდგომ აქ არის საკონტაქტო იმეილი, მაგრამ შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს. და შემდგომ აი ესეთი ანტიკაპჩა გვაქვს შესავსები, რათა სისტემა დარწმუნდეს, რომ რობოტი არ ავსებს ყოველივე ამას და რაღაცა გაურკვეველი. მე მგონი ზუსტად ჩავწერე. არაო. პირველი ანტიკაპჩა არასწორად ჩავწერე და ამის გამო მომიწია დაპაუზება. შემდგომ უკვე ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა და აი ესეთი ფურცელი გაგეხსნება თქვენ. როგორც ხედავთ, აქ არის მითითებული საქართველო, რადგან ყველაფერი შემოწმებულია და ჩვენი ადგილმდებარეობა დაფიქსირდა და შემდეგი მოქმედება არის აი აქ ამ გრაფაში უნდა ჩავწეროთ ჩვენი მობილური ტელეფონის ნომერი, რათა შემდგომ მოხდეს გადამოწმება, იდენტიფიკაცია და ჩვენს მობილურ ტელეფონზე გამოგვიგზავნიან იმ კოდს, რომელიც უნდა ჩავწეროთ ჩვენ ამ გრაფაში. ასე რომ მე ახლა კვლავ დავაპაუზებ თქვენ რო არ გალოდინოთ, თქვენს ანალოგიურად იგივე პროცედურა გაატარეთ, ჩაწერეთ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი და ზუსტად ერთ წამში მიიღებთ თქვენს მობილურზე, რომელსაც მიუთითებთ ზარს და იქიდან რობოტი, ესე ვთქვათ, შეგატყობინებთ იმ კოდს, რაც უნდა ჩაწეროთ აქ.
აი სულ რამოდენიმე წამში გავიარეთ ჩვენ ეს პროცედურა ძალზედ მარტივად და შემდგომ გვეხსნება აი ესეთი ფურცელი, სადაც გვიწევს რომ დავაჭიროთ ამ ღილაკს და გადავიდეთ უკვე ჩვენს საფოსტო ყუთში. აი, შემდეგ რაღაცა ახალ სიახლეს გვთავაზობს, ამ შემთხვევაში ეს ნიშნულოვანი არ არის და როგორც ხედავთ, ძალზედ მარტივად ჩვენი საფოსტო ყუთი Gmail-ზე არის შექმნილი. ახლა კი გადავიდეთ უკვე ძირითად საკითხზე. ვაგრძელებთ ჩვენს მოქმედებებს, სასარგებლო მოქმედებებს და მინდა გითხრათ, რომ Google-ს, Gmail-ს აქვს ძალზედ ბევრი სასარგებლო პროგრამები, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ორიენტაციას მოვახდენთ ისეთ სასარგებლო ერთ პროგრამაზე, როგორიც არის Google კალენდარი და რაში გამოიყენება ყველაფერი და რა ღირსებები აქვს მას, ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ. პირველ რიგში არის საჭირო, რომ აი ამ ღილაკის მეშვეობით გადავიდეთ, აი ესეთი ფურცელი გაგვეხსნება და ახლა აქ უნდა ჩვენ მივუთითოთ, ესე იგი, საათობრივი სარტყელი. იმისათვის, რომ შემდგომ ჩვენს საათზე იყოს ეს ყველაფერი, ჩვენს დროზე იყოს ორიენტირებული. აქ უნდა ვიპოვოთ ჩვენ ახლა საქართველო. აი, როგორც ხედავთ. და всё, ყველაფერი მზად არის, შემდეგ ამითი ვადასტურებთ ამ ღილაკით. და აი, როგორც ხედავთ, აქ ახლა რამოდენიმე წამი იფიქრებს და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მოქმედებებს. სანამ Google ფიქრობს, მანამდე მე მინდა გაჩვენოთ ჩემს კალენდარზე თუ როგორ ვიყენებ ამ ყველაფერს და რა სარგებლობა მოაქვს ყოველივე ამას ჩემთვის. აი ეს არის ჩემი აკაუნტი Gmail-ში და გადავდივართ კალენდარში. მივუთითოთ მთელი თვე და აი როგორც ხედავთ, ეს არის მთელი ჩემი დაგეგმილი თვე. აქ არის დეტალურად, ესე იგი, აღწერილი ის პრიორიტეტული ძირითადი საკითხები, რომელიც მე მთელი თვის განმავლობაში უნდა გავაკეთო. დღეს, როგორც მოგეხსენებათ, არის 14 ივნისი, აი ესე ყვითლად ანათებს ის რა დღეც არის. და აი იმის დემონსტრირებისათვის, რომ დღეს ჩვენ ვწერთ პოსტს Google-ზე, როგორც ხედავთ, აი ეს აქ წერია და ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, თავიდან გაჩნდა იდეა და შემდგომ დღევანდელი დღის დახმარებით იქნა რეალიზებული. აქედან გამომდინარე, თქვენც ასე დაგეგმავთ და ყველაფერი იქნება თქვენი თვალსაჩინოს არეალში და ძალზედ სასიამოვნო და ნაყოფიერია ესეთი მოქმედებები. ახლა კი მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენ ერთი ძალზედ სასარგებლო პროგრამა, რომელიც იქნება უშუალოდ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ იდენტურია Google კალენდრისა, უბრალოდ მას ერთი განსხვავება აქვს ის, რომ იგი ასევე შეიძლება ითქვას, რომ არაა დამოკიდებული ინტერნეტთან, მაგალითად შეიძლება საერთოდ მოხვდეთ ისეთ ადგილას, სადაც არ არის ინტერნეტი, მაგრამ რომ გამოიძახებთ ამ პროგრამას, მიიღებთ ინფორმაციას ისე, რომ საერთოდ ინტერნეტი არ დაგჭირდებათ და თუ დაუშვათ სამსახურში გინდათ, რომ გამოიყენოთ ყოველივე ეს, რა განახლებებსაც გააკეთებთ თქვენ ამ პროგრამაში, რასაც მე ახლა თქვენ წარმოგიდგენთ, ავტომატურად თავისით მოხდება მისი განახლება თქვენს Google კალენდარშიც ისე რომ თქვენ ორჯერ არ მოგიწევთ ყველაფრის წერა და ეს ძალზედ სასარგებლო პროგრამაა და ძალზედ წაგადგება თქვენ შემდგომ. თავიდან შეიძლება რთული იყოს ყველაფერი ამის აღქმა და ძნელად გეჩვენებოდეთ, მაგრამ დამერწმუნეთ ამ ყველაფერთან დაახლოების და შეჩვევის შემდეგ თქვენ შეიძლება ითქვას, რომ უბრალოდ აღარც დაგჭირდეთ სხვა არაფრის გამოყენება, თავიდან ზუსტად მეც ანალოგიურად ვიყავი. და მოდით დაუყოვნებლივ გადავიდეთ აი ამ პროგრამაზე. ამ პროგრამას ეწოდება Mozilla Sunbird.
აი ესეთი ინტერფეისი აქვს, ზუსტად იგივეს, როგორც ხედავთ Google კალენდარში რაც განახეთ, მე ჩემი დაგეგმილი თვე, ზუსტად იგივე არის აქაც აბსოლუტურად და აი თუნდაც იმის დემონსტრირებისათვის, რომ როგორ ხდება ყველაფერი, გაჩვენებთ ახლა. აი მაგალითად, გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. მოვახდინოთ განახლება და აი ჩავწეროთ მაგალითად ტესტი. შემდეგ უთითებთ მთელი დღის განმავლობაში, აი აქ ეს უნდა დავსვათ. შეხსენება ამ შემთხვევაში არ გვჭირდება, ისე აი აქედან უთითებთ თუ რამდენ ხანში ერთხელ გინდათ და როგორი თანმიმდევრობით შეხსენება. შემდეგ აი ამ გამოსვლას ვაჭერთ და ვიმახსოვრებთ. აი როგორც ხედავთ, აქ გაჩნდა ტესტი და მოდით ახლა გადავიდეთ ჩვენ Google-ში და ვნახოთ რა მოხდა იქ. აი აქ 20-ში ჯერჯერობით როგორც ხედავთ, არაფერი არ გაჩენილა, რო დაველოდოთ ეს თავისით განახლებას მოახდენს, მაგრამ მაგდენით რო ჩვენ არ გვაქვს და მოდით განვაახლოთ. აი ვაჭერთ ამ განახლებას და აი როგორც ხედავთ, თავისით ყველაფერი ავტომატურად მოხდა განახლება და აქაც გაჩნდა ჩვენი სატესტო შეტყობინება, რაც ჩვენ ჩავწერეთ Mozilla Sunbird-ში. ეს თავიდან რაღაც გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ შემდგომ დიდი ძებნის და ესეთი გამოკვლევების შემდგომ მივაგენით ამ ყველაფერს თუ როგორ უნდა გაგვეკეთებინა და ვიპოვეთ ამოხსნა, ასე რომ ახლა თქვენც გასწავლით ყოველივე ამას. ახლა კი ჩვენ ერთობლივად მოვახდენთ Mozilla Sunbird-ის და Google კალენდარის ერთმანეთთან სინქრონიზებას, რათა შემდგომ თქვენ როდესაც არ აქვს მნიშვნელობა სამსახურში იქნებით მეგობართან თუ ინტერნეტ კაფეში, როდესაც შეავსებთ თქვენს გინდათ Mozilla Sunbird-ს, გინდათ Google კალენდარს, მეორეშიც ავტომატურად განახლდება და ნებისმიერ ადგილას თქვენ თუნდაც ინტერნეტი რომც არ იყოს, შეძლებთ აი ამ პროგრამის მეშვეობით თქვენს გეგმებთან, ჩანაფიქრებთან კავშირის დამყარებას. ეს ასევე შეგიძლიათ დაბადების დღეების და ღონისძიებების დასამახსოვრებლადაც გამოიყენოთ, ძალზედ სასარგებლო ინსტრუმენტია. ახლა კი მოდით შევუდგეთ საქმეს. პირველ რიგში თქვენთვის საჭირო არის ამ ვიდეოს ქვევით განთავსებული პირველი ღილაკის მეშვეობით გადმოწეროთ თვითონ ეს პროგრამა Mozilla Sunbird. ახლა კი დააპაუზეთ ეს ვიდეო გაკვეთილი და გადმოწერეთ Mozilla და შემდგომ გავნაგრძოთ უკვე მოქმედება. შესანიშნავია თქვენ უკვე გადმოწერეთ Mozilla Sunbird, ახლა კი აუცილებელია გადმოწეროთ ის პლაგინი მეორე ღილაკის მეშვეობით, რომელიც უნდა გაანათავსოთ თქვენს კომპიუტერზე. ნუ ამ შემთხვევაში სასურველი იქნებოდა თუ დესკტოპზე განათავსებდით მას. კარგით. შემდეგი მოქმედება არის აი ამ ღილაკის მეშვეობით, რომელსაც ეწოდება ინსტრუმენტები, დავაჭიროთ და აი ამ პირველივე განყოფილებით გაგეხსნებათ აი ესეთი ფურცელი, სადაც უნდა ესე იგი მოახერხოთ, განათავსოთ თქვენ ეს პლაგინი. ამ შემთხვევაში ნუ აი ეს ჩემთან უკვე ფიქსირდება, იქიდან გამომდინარე რომ მე უკვე დაყენებული მაქვს, მაგრამ თქვენ უნდა დააყენოთ აი ამ დაყენების ღილაკის მეშვეობით. ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, როდესაც დააჭერთ ამ ღილაკს, მიუთითებთ იმ დესკტოპს, სადაც მე გითხარით რომ გაგეთავსებინათ ეს პლაგინი და ძალიან ჩვეულებრივად რამოდენიმე წამში ყველაფერი ეს დაყენდება. შემდეგი ჩვენი მოქმედება არის უკვე ამ პროგრამების თქვენი Google კალენდრისა, აი ესე გამოიყურება თქვენი ცარიელი Google კალენდარი და ამ Mozilla Sunbird-ის ერთმანეთთან სინქრონიზება. რასაც შეუდგებით ახლა ერთობლივი ძალებით. ვაჭერთ აი ამ პირველივე განყოფილებას, რომელსაც ეწოდება ფაილი და შემდგომ ვაჭერთ აი ამ მესამეს ახალი კალენდრის გახსნას. აი გაგვეხსნება ესეთი ფურცელი, რომელიც
რომელშიც უნდა დავადასტუროთ, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი კალენდარი იყოს განთავსებული Excel-ში. შემდგომ ვაჭერთ შემდეგ ნაბიჯს, უთითებთ, რომ გვინდა რომ მოხდეს სინქრონიზება Google კალენდართან და ეხლა რა დაგვჭირდება. ეხლა პირველ რიგში დაგვჭირდება Google კალენდრიდან, თქვენი Google კალენდრიდან მოვიპოვოთ ერთ-ერთი ლინკი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ამ ორი პროგრამის ერთმანეთთან სინქრონიზება. გადავდივართ Google კალენდარში და აი ამ ღილაკის მეშვეობით настройки კალენდარია ვაჭერთ და აი აქ არის ესეთი განყოფილება, რომელსაც ეწოდება კალენდარი. ვაჭერთ, აი აქ როგორც ხედავთ, იქნება განთავსებული თქვენი Gmail მისამართი, რომელსაც უნდა დააჭიროთ. შემდგომ აქ შეგიძლიათ, ესე იგი, თქვენი Gmail მისამართი იქნება ასახავს სათაურს თქვენი კალენდრისა და თუ ეს არ მოგწონთ, შეგიძლიათ ეს წაშალოთ და ნებისმიერი სახელი, რაც გსურთ, ის დაარქვათ. აქვე თუ გნებავთ რაიმე აღწერა გააკეთოთ, ისიც შეგიძლიათ მიუთითოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ არის მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს აი ეს განყოფილება და აი ეს XML ღილაკი, რომელსაც რომ დავაჭერთ, აი გაიხსნება ესეთი ფურცელი და ჩვენთვის ეხლა მთავარი ამოცანა არის აი ეს ლინკი. ვაკეთებთ ამის კოპირებას. შემდგომ ბრუნდებით ჩვენს კალენდარში Mozilla Sunbird-ში და ვსვავთ ამ ბმულს. შემდგომ ვეთანხმებით, აქ უკვე ვარქმევთ სახელს, რაც გვინდა რომ განთავსდეს შემდგომ ინტერნეტში Mozilla Sunbird-ის. მე დავარქმევ ტესტს და ამასაც ვეთანხმებით. და აი როგორც ხედავთ, ჩვენი კალენდარი წარმატებულად იქნა შექმნილი და აი აქაც გაიხსნა ესეთი ერთ-ერთი განყოფილება, რომელიც გვაუწყებს იმას, რომ ყველაფერი წარმატებით იქნა შექმნილი. და ახლა ყველაფერი იმის დემონსტრირებისათვის, რომ ეს კალენდარი განახლების შემთხვევაში გადააქვს ინფორმაცია იქითაც Google კალენდარში, ან თუნდაც იქ განახლების შემთხვევაში გადმოაქვს აქეთ Mozilla Sunbird-ში, აი ამის დემონსტრირებას გიჩვენებთ. აი მაგალითად ავირჩიოთ 15 რიცხვი, ხვალინდელი დღე და დავგეგმოთ, ესე რომ ვთქვათ, მიუთითოთ ჩვენი პრიორიტეტული რაიმე სათაური. ამ შემთხვევაშიც მე დემონსტრირებისათვის დავარქმევ ტესტს. შემდგომ აი ამ ღილაკის მეშვეობით შეგვიძლია რომ მთელ დღეზე დავაყენოთ ყველაფერი ეს. ეს არის იმისათვის, რომ შეხსენებები მივიღოთ 5, 10, 15 წუთი და ასე შემდეგ. 15 წუთით ადრე მაგალითად სანამ ეს რაიმე ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიება დაიწყება. ამ შემთხვევაში მე გამოვურთავ. შემდეგ აი ამ ღილაკის მეშვეობით ვთიშავთ და როდესაც გვახსენებს, რომ უნდა დავიმახსოვროთ, ვეთანხმებით და ვიმახსოვრებთ. აი როგორც ხედავთ, გაჩნდა აქ 15 რიცხვში აქ პატარა ინფორმაციაც და მოდით ახლა ვნახოთ თუ რა მოხდა ჩვენს Google კალენდარში. გადავდივართ Google კალენდარში, ჯერჯერობით აქ სიცარიელია, არაფერი არ არის. ვანახლებთ და აი როგორც ხედავთ, აქ გაჩნდა, უბრალოდ ეს არის უკვე ერთ დღეზე გადართული, მოდით ჩვენ დავაჭიროთ თვეს და აი როგორც ხედავთ, აქაც თავისით ჩვენი მონაწილეობის მიღების გარეშე ყველაფერი ეს გაჩნდა. ზუსტად იგივე პროცედურაა, მაგალითად წასვლის შემთხვევაში შეიძლება თქვენთვის რაიმე ამოცანა აქტუალური აღარ იყოს, ან გადაიფიქროთ, ან გეგმები შეგეცვალოთ და შესაბამისად ტყუილა რო არ ფიქსირდებოდეს და ადგილს არ იკავებდეს, ჩვეულებრივად შეგიძლიათ ეს ყველაფერი წაშალოთ. ამ შემთხვევაში მარცხენა ღილაკის გამოძახებით აი ამ
წაშლით, ესე იგი, ვაქრობთ ყველაფერს და როგორც უკვე იცით, აქაც თავისით განახლების შემთხვევაში წაიშლება, უბრალოდ აქ შეგიძლიათ უკვე პირიქით მარჯვენა ღილაკით და აი აქ ბოლოში ამით წავშალოთ. ეს ჩვენ გვეუბნება, რომ მოხდა პატარა შეცდომა, ძალზედ ბუნებრივიცა, იმიტომ რომ ჩვენ იქ წავშალეთ, ეს აქაც თავისით ავტომატურად წაიშლებოდა, აი ამის დაასამტკიცებლადაც განახლებით. აი როგორც ხედავთ, თავისით წაიშალა. სულ ეს იყო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ ისწავლეთ Google კალენდართან ურთიერთობა, ძალზედ სასარგებლო კალენდარია ეს ყოველივე, მინდა გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო, კარგად და ნაყოფიერად გამოყენება ამ ორი ინსტრუმენტისა, მე ძალზედ აქტიურად ვიყენებ პირადად ამ ორივე ინსტრუმენტს და ჩემს ესე რომ ვთქვათ არსენალში პრიორიტეტულობის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს კალენდრები, ონლაინ კალენდრები, პირველ ადგილზე, როგორც წინა ერთ-ერთ პოსტში განახეთ, პირველ ადგილს იკავებს ინტელექტ რუკები. ესე იგი, თქვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ იმეგობროთ ამ საფოსტო გზავნილთან, Gmail-თან, რახან როგორც მოგახსენეთ, ძალიან მალე მიიღებთ შეტყობინებას ახალ სიურპრიზთან დაკავშირებით, რომელთან ურთიერთობაც გაგიადვილდებათ გაცილებით 100-ჯერ მეტად, ვიდრე სხვა რომელიმე email მომსახურებით, ისეთი როგორიც არის მაგალითად mail.ru, yahoo.com და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ იმეგობრეთ Google-თან და თქვენ არ წააგებთ. ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო გაკვეთილი, მე გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს კიდევ კვლავ ძალზედ სასარგებლო ვიდეო გაკვეთილებით, ვიდეო კასტებით, გაიგებთ ბევრ ახალ და სასარგებლო ინფორმაციებს, ასე რომ იყავით მუდმივად ხაზზე. დატოვეთ თქვენი კომენტარები, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც თუ თქვენთვის იქნება სასარგებლო ყოველივე ის ინფორმაცია, რასაც მიიღებთ ჩვენს რესურსზე და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. ნახვამდის.